მე ვფიქრობ ისრაელისთვის გონივრული იქნებოდა უფრო მკაფიოდ ეჩვენებინა, რომ ისინი პატივს სცემენ ლიბანის მთავრობას და დახმარებას თავაზობენ. მე ვფიქრობ, ბოლო 1-2 წელიწადში ისრაელისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა გაჩნდა, უпроსორად ორი. პირველი ისა, რომ ლიბანის მოსახლეობის უმეტესობა ვფიქრობ, ნახევარზე მეტი და განსაკუთრებით შიიტების გარდა უმრავლესობა ჰეზბოლას წასვლას და ისრაელთან მშვიდობას მოითხოვს. და ჩვენ ახლახან მოვისმინეთ, როგორ დაადასტურა ეს ჰუსეინ აბდელ ჰუსეინმა და ვიცი რომ ეს ასეა. და შემდეგ ლიბანის მთავრობა. გარკვეული დროის განმავლობაში ლიბანს პრეზიდენტი არ as a premier ministry და აშკარად სურთ ამის გაკეთება, მაგრამ ვერ ახერხებენ. ეხლა ისრაელი ამ საკითხში ნამდვილად არ ჩართულა. მათ იცით ძალით დააძავეს ლიბანელებთან საუბარი საკმაოდ დაბალ დონეზე. მათ უნდა აჩვენონ რომ აქ არიან რათა დაგეხმარონ. იდეა რომ ეს მხოლოდ ისრაელის პრობლემაა, ეხმიანება ჰეზბოლას ნარატივს. თითქოს ისრაელი ლიბანში იჭრება. მე ბევრი დრო გავატარე ევროპაში და ხშირად მესმის ადამიანებისგან, ვინც უკეთ უნდა იცოდეს, რომ თითქოს ისრაელს ლიბანზე ტერიტორიული ამბიციები აქვს. ისრაელს დიპლომატიური ძალაც სჭირდება და უნდა წაახალისოს ლიბანი, რომ გახდეს იმ ქვეყნებიდან ერთ-ერთი, რომელიც ღიად ითხოვს დახმარებას. იცით, ერაყმა და ავღანეთმა დახმარება ითხოვეს. ბოლო პერიოდში არაერთმა ქვეყანამ სთხოვა უცხოელებს დახმარება. მალი, მოზამბიკი, კოლუმბია, ხალხმა არ იცის. გაეროში არსებობს მექანიზმი, რომლითაც შეგიძლია უცხოელი ჯარისკაცების თხოვა დახმარებისთვის და ლიბანს ეს აშკარად სჭირდება. არ მგონია ლიბანს უნდოდეს, რომ ისრაელის ჯარი ცელმად ქვეყანაში ბექაას ველამდე გადაადგილდებოდეს და ყოველ ჯერზე, როცა ლიბანელი სამოქალაქო პირი იღუპება, ეს აზიანებს იმ რესურსს, რომელიც ეხლახან ვახსენე. როცა ვამბობ, რომ ისრაელმა უნდა შეცვალოს ბოლო 45 წლის პარადიგმა, რომელიც მხოლოდ სამხედრო ძალაზეა დაფუძნებული, ეს იმიტომ არ არის, რომ მინდა ჰეზბოლა გადარჩეს. მინდა რომ ისინი საერთოდ ავარ იყვნენ. მაგრამ ვფიქრობ, ეს შეიძლება უფრო ეფექტური გზა იყოს. თუ გამოიყენებთ იმ ფაქტს, რომ ლიბანს აშკარად ეს უნდა, შეიძლება ასევე მისცეთ ქთამი დიდი დახმარების სახით, რომელიც ყურის ქვეყნებშია და ლიბანში გადასვლას ელოდება, როგორც კი ჰეზბოლა აღარ იქნება. და შექმნათ გლობალური კონსენსუსი, რომ ეს გლობალური პრობლემაა. სავალდებულო არ არის, რომ ეს ბელგიის ჯარები იყოს. ვფიქრობ, არაბული ჯარები და აფრიკული ჯარები. გახსოვდეთ, ჰეზბოლა ალყაშია. ისინი ახლა ალყაში არიან, ერთი მხრივ ლიბანის შეიარაღებული ძალების მიერ, სამხრეთიდან ისრაელის მიერ, ხოლო ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან არამეგობრული სირიის მიერ. არსებობს გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც არ არის მხოლოდ ისრაელის ან მხოლოდ ლიბანის შეიარაღებული ძალების საქმე, რადგან აშკარად მათ ეს არ შეუძლიათ, მაგრამ რაღაცა ჭკვიანური და კრეატიული უნდა გაკეთდეს. და მე ამას ვერ ხედავ ამჟამინდელი ისრაელის მთავრობისგან, სადაც იმავე დღეს მინისტრები მოითხოვენ ლიბანისგან ქმედებებს და იმუქრებიან ლიბანის ინფრასტრუქტურის დაზიანებით. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, შემდეგ კი ლიბანს დასცინიან იმის გამო, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ისრაელს ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება უწევს. ვფიქრობ, უკეთესი გეგმა გვჭირდება და ეს შესაძლებელია. ფიქრობ, შენს ნათქვამში ბევრი სიმართლეა დე და რუხაც ვეთანხმები, განსაკუთრებით შენს თავარ მოსაზრებებს, მაგრამ აქ არის პრობლემა, როცა ეტლი ცხენზე წინ დგას. ეს ნიშნავს, რომ სანამ ქვეყნის შიგნით ძალთა ბალანსი არ შეიცვლება, ლიბანის მთავრობა ძალიან შეშინებულია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვოს დახმარება და უცხოელი მშვიდობის ყოფილები მოიწვიოს ჰეზბოლას წინააღმდეგ საბრძოლველად. ჯერ ამის რედინეს არ არის. ისრაელიც, როდესაც ძალიან საჯაროდ მოქმედებს და ლიბანის მთავრობას ისე აყენებს, თითქოს ის სთხოვს ისრაელს დახმარებას, მე მეშინია და ვფიქრობ, რომ ისრაელის გადაწყვეტილების მიმღებებიც, მათ შორის ისინიც, ვისაც ამ მოლაპარაკებების მიმართ კეთილი ნება აქვთ, ალბათ შეეშინდებათ ლიბანის მთავრობის კუთხეში მიყენება. მართალი ხარ, ჯოზეფ ალენმა პირველი შეხვედრისას საკმაოდ მამაცი ნაბიჯები გადადგა. და ვფიქრობ, ამ ბოლო შეხვედრაზე და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებაზე, მან ფაქტობრივად ჰეზბოლას გაუბედა, რომ არ დაემორჩილებინა ორი მთავრობის ნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მართალი ხარ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ლიბანის მთავრობისთვის და კარგი ნაბიჯი ისრაელისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს არგუმენტი განსაკუთრებით ევროპაში გაჟღერდეს. აბსოლუტურად მართალი ხარ. ფილოსოფიურად აქ საკითხია. ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ყველაზე ნაკლებად ცუდი ვარიანტი უნდა აერჩიო. და იცი, ყველა ვარიანტი ცუდია. და მართალი ხარ, აქ საქმეა, რომ ეტლი ცხენზე წინ დგას. აბსოლუტურად მართალი ხარ. მაგრამ ეს მაინც ყველაზე ნაკლებად ცუდია, რადგან ისრაელის მიერ მთელი ლიბანის ოკუპაცია და ბექაას ველზე ასვლა უფრო უარესია. მაგრამ ისრაელს არასოდეს და ლიბანის შეიარაღებული ძალების დატოვება, ეს მათი გეგმებია. ბოდიში. ისრაელს არასოდეს უთქვამს, რომ ეს მათი გეგმებია. ამჟამად საუბარია ბუფერულ ზონაზე სამხრეთით. ნიკოლე, ზუსტად ესეა. ესე რომ მათ არა აქვთ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაზე ნაკლებად ცუდი ვარიანტია. ბუფერული ზონა ხელს უშლის შეღწევებს.
მაგრამ ისრაელს ასევე ჰქონდა ძალიან არაპოპულარული 18 წლიანი ოკუპაცია ლიბანში, სადაც ბუფერულ ზონას წელიწადში დაახლოებით 25 ჯარისკაცი უჯდებოდა. და ამჟამად ბუფერული ზონა ყოველ კვირას 3 ჯარისკაცს უჯდება, მეტნაკლებად. მაგრამ დან ისრაელი ამას ვერ გაუმკლავდება. მე არ ვარ დარწმუნებული. ბუფერული ზონა რაკეტებს ვერ აკონტროლებს და რაკეტებს უფრო ჩრდილოეთიდან ისრიან. ისრაელის ამჟამინდელი გეგმა, რომელიც უბრალოდ პერიოდული შეზღუდული დარტყმების სცენარია, იმას არ მომცემს რაც მინდა. რაც თავიდან აცილება, რაც ყველას უნდა გვინდოდეს, ანუ ესეთი ტიპის ომის თავიდან აცილება. ეს ეხმარება ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა ჰეზბოლა და სინამდვილეში ამჟამად ეხმარება ირანსაც, რაც მუდმივი ომია, ანუ ამოწურვის ომი. ისრაელის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული ომი იყო მაშინ, როცა ეგვიპტემ 6-დღიანი ომის შემდეგ ისრაელი ამოწურვის ომში ჩაითრია, სადაც ჯარისკაცები მუდმივად იღუპებოდნენ და არანაირი სტრატეგიული მიზანი არ ჩანდა. ისრაელი 45 წელია პერიოდულად ამოწურვის ომშია ჩართული ჰეზბოლასთან. ეს არ მუშაობს და დროა უკეთესი, ნაკლებად ცუდი ვარიანტი მოიძებნოს. ნახე, კიდევ ერთხელ, ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაზე ნაკლებად ცუდი ვარიანტია. რეალობა ისაა, რომ ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე ასობით 1000 ადამიანი ცხოვრობს, რომლებმაც ბოლო რამდენიმე თვის უმეტესი ნაწილი თავშესაფრებში გაატარეს და მომავალს ვერ ხედავენ. და ამ ეტაპზე არ არის ნათელი, რომ არაბი და აფრიკელი ჯარისკაცების ჯგუფი, რომლებიც საბოლოოდ საკუთარ ქვეყანას არიცავენ, ან ნებისმიერი მესამე მხარე ეს არიცავს. მოიცადე ერთი წამი. მომეცი ერთი წამი. ნატოს დახმარებით. რომელიც არიცავს საკუთარ საზღვრებს, იქ არ იქნება და არ ექნება ის мотиваცია, რაც ისრაელის არმიას აქვს. ეს უბრალოდ რეალობაა. მართალი ხართ, რომ აზრი აქვს სხვა მომავალზე მუშაობას. სწორედ ამას ეხება დიდწილად მოლაპარაკებები ლიბანის მთავრობასთან. მართალი ხართ, რომ ფულისა და ადამიანური რესურსების მოზიდვა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან შეიძლება იყოს მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილი გამოსავლის, განსაკუთრებით ფინანსური მხარე ლიბანში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. და ინის გათვალისწინებით, რომ ლიბანში საზოგადოებრივი აზრი ჰეზბოლას წინააღმდეგაა, ბევრი რამაა სამუშაო. სხვათა შორის დღის ბოლოს თუნდაც ნეიტრალური იყოს ნატოს ჯარები, ამ ქვეყნის ხალხიც კი და ჩვენ ორივე მიცით რატო, იკითხავენ, ექნებათ თუ არა мотиваცია დაიცვან ისრაელის საზღვრები ისე, როგორც ისრაელის არმია იცავს. მართალი ხარ, რომ როგორც კი ჰეზბოლა და ვერ ვიტყვი, როდის იქნება ეს, მაგრამ როგორც კი ძალთა ბალანსი რეალურად და ნამდვილად შეიცვლება. ისე რომ ჰეზბოლასთან ბრძოლის ხარჯები აღარ იქნება იგივე, რაც ეხლა. რომ შესაძლოა მესამე მხარის ძალა ან თავად ლიბანის არმია რეალური ვარიანტები გახდეს. მაგრამ ამ წუთას 2026 წლის 8 ივნისს ეს უბრალოდ ასე არ არის. ესე არ არის. გსურთ რომ პროცესი არ დააჩქაროთ. მე ძალიან მინდა პროცესის დაჩქარება. რომელი ვარიანტია თქვენთვის ყველაზე ნაკლებად ცუდი? ყველაზე ნაკლებად ცუდი ვარიანტია ლიბანის მთავრობასთან მოლაპარაკებების გაგრძელება. ვეთანხმები თქვენ, რომ ისრაელის მინისტრებმა უნდა შეწყვეტონ ლიბანის მთავრობის კრიტიკა, როცა აშკარად რისკზე მიდიან და კეთილგანწყობას ავლენენ. თუნდაც ყველამ ვიცით, რომ მათ შესრულება არ შეუძლიათ. გავაგრძელოთ ან დავიწყოთ მოლაპარაკებები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, შეერთებული შტატების ან სხვების მეშვეობით, დავიწყოთ გეგმის შედგენა, განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ ასევე დავიწყოთ ადამიანური რესურსების განხილვაც. მაგრამ ნივცეთ ისრაელის სამხედროებს საშუალება გონივრულად, საღი აზრით და გეგმით წარმართონ ომი ლიბანში. მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ ახლო მომავალში ეს არის ერთადერთი გამოსავალი ლიბანში მცხოვრები ადამიანებისთვის. შტაბის უფროსი, რომელმაც ძალიან ცნობილად თქვა, რომ ომი ამ შემთხვევაში 6-დღიანი ომი, სწრაფი, მოკლე და ელეგანტური იქნებოდა. და ეს იყო ისრაელის სამხედრო დოქტრინა 10 წლეულების განმავლობაში, რადგან ისრაელი ხვდებოდა, რომ მისი შიდა ფრონტი პატარა და მოწყვლადია და ეს დემოკრატიული საზოგადოებაა და მათ არ სურდათ გამოფიტვის ომები, რომლებიც ფაქტობრივად გაანადგურებდა ყველაფერს, რაც ჰქონდათ აშენებული. მეშინია, რომ ამჟამინდელი მთავრობა შეცდომით აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, სადაც არ ვიცი რა მიზეზით მზად არიან უსასრულო ომები, გამოფიტვის ომები აიტანონ. ისინი ყოველთვის არაპოპულარული იყო. გამოფიტვის ომი ეგვიპტესთან არაპოპულარული იყო. ლიბანის 18 წლიანი ოკუპაციაც არაპოპულარული იყო. და ესეც უკეთესი არ იქნება, უკეთესი გეგმა გვჭირდება. კარგით ბატონებო, ნამდვილად ცხარე საუბარია, რაც აჩვენებს იმ დისკუსიას, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს აქ ისრაელში, ჩრდილოეთ ფრონტზე და ირანისგან მოშორებით, რომელიც როგორც ჩანს, უკვე დასრულდა დღეს. თქვენ ჩვენს მაყურებელს ძალიან კარგ ანალიზს თავაზობთ, ვენ ალტმანი, დემპერი, დიდი მადლობა.